ანასტასია ზენოკინას შენ კიდევ დაპატიმრებული ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მას აქვს ხერხემლის პრობლემა, რის გამოც ფიზიკური ტკივილი ახასიათებს და ამის გამო განიცდის მუდმივ ფიზიკურ ტკივილს თუ ხშირს, ამის გამო მას სპეციალური რეჟიმი ყვება და ფიზიკური აქტივობა ჭირდება, რის საშუალებაც მას პენიტენციურ სამსახურში, პენიტენციურ დაწესებულებაში არ გააჩნია, სწორედ ამიტომ ეს საავადმყოფო მას გაუმწოვდა და მუდმივად აწუხებს ტკივილების ძალიან ხშირად საკითხს განხილვის იგი არ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში, იგი რამდენჯერმე ადგილობრივი ექიმთან ეყოფებოდა, თუმცა მოხსენებად ადგილობრივი ექთნის და სამედიცინო პერსონალის რესურსები საკმაოდ შეზღუდულია და შესაძლებლობებით, ამიტომ მას საჭირო დახმარება ვერ მიიღო და მის მოხმარება ამ კუთხით ოდნავ გაუარესებული გახლავთ. ასევე მოითხოვა მან ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ვიზიტი, რადგან მოხსენებად რომ მისთვის ასევე ძალიან სტრესული გარემოა და ასევე მას აქვს ამ მიმართულებით გარკვეული ჩივილები, მე ვფიქრობ ეს პროცესიც რამდენჯერმე ძალიან აშკარად გამოჩნდა ყველა დამსწრესთვის, თუმცა ამ მიმართულებითაც მას უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით ჩვენ დღემდე არ მოგვიღია და არც მას მოუღია რაიმე განმარტება დასაბუთებასთან დაკავშირებით თუ რატომ ეთქვა უარი სამედიცინო მომსახურებაზე. სახალხო დამცველსაც შეეხება, როგორც მე ვიცი, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი არის მისი პრობლემების შესახებ, თუმცა ამ დრომდე მასთან ვიზიტი არ გახორციელებულა ამ მიმართულებით.